უდიდეს ისტორიის მქონე აუღებელ ციხესიმაგრეს სახელი მაინც სიყვარულის ისტორიამ დაარქვა. აქ ჯერ კიდევ უხსოვარი დროიდან იყვნენ კელტები, რადგან ადგილი საკმაოდ სტრატეგიულია, რომელიც დროთა განმავლობაში მუდმივად აკონტროლებდა ევროპის სავაჭრო ქარავანს. თუმცა ნაპოლეონ ბონაპარტემ შეძლო და მის კედლებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა თავისი ქვემეხებით. ციხესიმაგრეების მინუსი ყოველთვის წყლის არარსებობა იყო დიდი ალყების დროს. ასე რომ აქ ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ხელით ყოველგვარი ინსტრუმენტების გარეშე გათხარეს 50 მეტრის სიღრმის ჭა კლდეში. კომუნისტური რეჟიმის დროს სწორედ აქ გადიოდა რკინის ფარდის საზღვარი, ხოლო მის წინ უკვე იყო ცივილიზებული ევროპა, ავსტრია. აი აქ დადგეს თავისუფლების კარიბჭის მემორიალი, რომელიც ეძღვნება ადამიანებს, ვინც ცდილობდა ეს საზღვარი გადაელახა და სამწუხაროდ ამ ციხეში გამაგრებულმა საბჭოთა კავშირის არმიამ ყველანი დახვრიტა. ახლა კი სიყვარულის ისტორია. ოდესღაც ამ ციხის დავინის მფლობელი გახდათ რაინდი სახელად ნიკოლაუსი, რომელსაც შეუყვარდა ერთ-ერთი ქალიშვილი სახელად მარგარიტა, რომლის ოჯახით საკმაოდ შეძლებული იყო. რა თქმა უნდა, ისინი წინააღმდეგი იყვნენ ურთიერთობის, ამიტომაც ნიკოლაუსმა ქალიშვილი მოიტაცა და საკუთარ ციხესიმაგრეში მოიყვანა. მარგარიტას ბიძა შეძლებული აბატი იყო და დიდძა